პოლიტიკაში ყოფნა გასაგები გახდა, რომ არ არის უსაფრთხო. აი მაგალითად ღარიბაშვილზე უფრო მეტად ვის უნდა ქონოდა პირობითად უსაფრთხოების გარანტია ცოტა ხნის ერთი წლის წინ. მაგრამ დღეს დავინახეთ, რომ რავი 5 წელი ჩასვეს ციხეში. იქ ვიღაცა ლილუაშვილი ჩასვეს ციხეში. აი ფაქტობრივად გამოდის, რომ არ არსებობს რაღაცა პოლიტიკური, რაღაცა ჯგუფი, რაღაცა მიმართულება, სადაც ვიღაცა მაინც ციხეში არ ხვდება. და ყველაზე დიდი პრობლემა ამ ყველაფერში არის ის, რომ სიტყვა პოლიტიკოსის ციხეში მოხვედრამ დაკარგა ფასი. ის მოახერხეს, აი რაღაცნაირად, არ ვიცი ეს ქოცება მოახერხეს თავიანთი გენიალური სტრატეგიის შესაბამისად თუ უბრალოდ იმის გამო რომ დეგენერატები აღმოჩნდნენ მე სხვა მხარეს რომ მას საშუალება მიცეს რომ ასე ჩამჯდარიყვნენ ციხეში რომ ქოცებს ეთქვათ მერე და მართალი ყოფილიყო ფიგურალურად რომ ესენი ძალიძიან ციხეშიო ვიღაცები მაგრამ მოხერხდა ის რომ ერთის მხრივ რეჟიმი ხალხს იჭერს თუ არის მაგალითად რომ ირანში რო იჭერს ეს ცუდად ითვლება საქართველოში მომენტეს ასე არ ითვლება ცუდად იმიტომ რომ აი ვიღაცაზე არის გაправება რომ ეს ძალიძის ციხეში ვიღაცაზე არის გაправება რომ ეს დასაჭერი იყო ფიზიკურად და ერთით მეტი ერთით ნაკლები ვისაც დაიჭერენ არა პატა მანჯგალაძე ახლა ზის თუ არა ციხეში და კანონირაძის თუ უკანონოძის ციხეში არავის არ აინტერესებს მე ვფიქრობ რომ მთელი პრობლემა ამ საზოგადოების მათ შორის არის ის რომ აი ამას ვერც უხსნი ადამიანებს ძალიან ცუდი ფილტრია დაყენებული ის რომ თუ ნორმალური ადამიანი ხარ მომენტ იმდენად ცარისყოა შენთვის ეს პროფესია და იმდენად არამონგებიანი ფინანსურად რა თუ შენ პატიოსნად აკეთებ შენს პროფესიაში ხარ 40 მილიონს თუ არ შეულობ წინას არჩევ მაგრამ პრობლემა ეს დასაგებია არც პირველად ყოფილა არც მეორედ სამყაროში არსად რომ რაღაც არ არის უსაფრთხო მაგრამ ამას არის თან ჩაფენილი აქ რომ აი არასერიოზულობის ისა აქ ჩაფენილი ქვემოთ დაიჭირეს პირობითად პატა მანჯგალაძე მაგრამ თან უდანაშაულოდ მაგრამ ხო არავინ არ ნერვიულობს ფიზიკურად იქნა იმის გამო რომ ინფორმაცია გაბლარულია იმის გამო რაღაცა არის რომ ვიღაცა უდანაშაულო ადამიანი საჯარო სივრციდან თუ შეიძლება ციხეში მოხვდეს შეიძლება ციხეში მოხვდეს პრობლემა არ არის და აი მაგალითად თუნდაც ახლა მე არ ვადარებ იმას ამ შემთხვევაში იმითი ერთი სიტუაციით მაგრამ აი საბჭოთა კავშირში ვიღაცას რომ დაიჭერდნენ იცოდი რომ პოლიტპატიმარი იყო გმირი იყო ხო რაღაცა იყო პოლიტპატიმარი იყო და ახლა რომ ვიღაცას დაიჭერენ ვერ ხვდები ეს ძალიძის ციხეში გვარამიასავით შემთხვევით არის მოხვედრილი ციხეში პატა მანჯგალაძესავით თუ მართლა პოლიტპატიმარია და იბრძოდა რაღაცისთვის